უწოდებ ჩვენს ძალოვან სტრუქტურის წარმომადგენლებს. ჩვენ ყველანი ქართველები ვართ და საქართველოს შვილები ვართ. ჩვენ ხვალ ერთად თანადგომა უნდა შევძლოთ. ჩვენ ხვალ ერთმანეთთან მეგობრობა და ძმობა უნდა შევძლოთ. ამიტომ არ უნდა არსებობდეს აზრის განხეთქილება, მით უმეტეს რადიკალური დაპირისპირება. მე კარგად მახსოვს და წეხანაც ვთქვი 90-იან წლებში თბილისის სამოქალაქო ომმა რა შედეგამდე მიიყვანა სახელმწიფო, რა შედეგამდე მიიყვანა თვითვეული ოჯახი და თუ კი რადიკალიზაცია არ იქნება დაწეული, რადიკალიზაციის დონე გამორიცხული არაფერია. ჩვენი სახელმწიფო ამას ვეღარ გადაიტანს. ამიტომ რეჟიმმა უკან უნდა დაიხიოს და ხალხმა უნდა მიიღოს ის სამართალი, რასაც ვეძებთ. ხელისუფლება უნდა დასტოვოს დღევანდელი ესე რომ ვთქვათ პოზიცია და მისცეს ხალხს და სახელმწიფოს ნორმალური ევროპული განვითარების საშუალება. ამას მოიცავს ჩვენი მიმართვა და კიდევ ერთხელ ბიჭებო, შემოგევლეთ ყველას, მოგმართავთ და გეუბნებით. თქვენი თითოეული თქვენგანის ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ საქართველო გაიმარჯვებს. დაიცავით ფიციდან უდარჩების ბიზნეს ჯარისკაცები. იყავით ერის და სამშობლოს ჯარისკაცები ბოლომდე.